და გადავიყვანოთ უკეთეს პირობებში. აი შიდა მდგომარეობა რა იყო? ინგრეოდა. და ამ გასახლებებს ახლდა მე ეს პოლიტიკური манипуляციები რო ასახლებენ და რა თქმა უნდა ეს მკვნეული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგის თვალსაზრისით ეს იყო ისევ დევნილებისთვის გაკეთებული და ამას უკვე ყველა აფასებს და ყველა ხედავს ახლა ასეთი მდგომარეობიდან რომ აქ გადაიყვან წარმოიდგინეთ. სადაც აი ესეთ სახლებში. და თუნდაც ასეთში. სოფლის სახლში. აი ბატონკობა თქვენ ახსენეთ ახლა პოლიტიკური манипуляციები მიმდინარეობდა და მართლაც დედაქალაქიდან გამოსახლების პროცესი საკმაოდ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და იყო საუბრები რომ არ არსებობდა იქ სასახლებდნენ დევნილებს არ იყო შესაბამისი პირობები საცხოვრებლად ანუ მიწის ნაკვეთებზე იყო ძირითადად საუბარი ანუ რამდენად მოხდა ადაპტაცია ამ დევნილების იმ ადგილებში და იგივე სამეურნეო კუთხით აი მე შემიძლია წაგიყვანოთ ან დავავალო და ექსკურსია გავაკეთებინო სამინისტროს თუ თქვენ დაინტერესდებით და გააშვიქებთ აი ამ სოფლებში ჩადით კი პრობლემებს ნახავთ მე არ მინდა აქ ილუზია შექმნა რომ იქ იდეალური სიტუაციებია მაგრამ სახლის საკუთრებაში სახნავს ათესი მიწა ასევე საკუთრებაში ინდივიდუალურად გამრიცხველენებული სახლი რაც ნიშნავს იმას რომ გადახარჯვა ფაქტურად გამორიცხულია და შრომობენ ადამიანები და წვალობენ რა თქმა უნდა მაგრამ აი ამ მდგომარეობას სად არის აი ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება სადაც არც კანალიზაცია იყო არაფერი თუ ხართ ამ დროებით თავშესაფრებში ნაყოფი ეს იყო ჯოჯოხეთი და საშინელება ამას ყველაფერი ჯობია და რაც თავარია თვითონ ამ ადამიანებმა დროში გააცნობიერეს და მიხვდნენ რომ ეს კარგია მათთვის რაც უფრო დამოუკიდებელი ხარ შენი საკუთრება გაგაჩნია და შენს თავზე ხარ დამოუკიდებელი აქ იყო სრული ვაკხანალი აქ რა ხდებოდა კაცმა არ იცოდა იგივე გამომცემლობა სამშობლოში არც კანალიზაცია იყო არც ველი წერტილი იყო ჯოჯოხეთური გაუსაზლის პირობები ან უნდა შევგვეებოდით იმას და მუდმივი კრიტიკის ქვეშ ვიმყოფებოდით ან უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება რაც ძალიან მტკივნეული იყო კადრებიც ისეთი ჩანდა რომ რაღაც ახლა ამას ბევრი უსიამრება მაგრამ შედეგი ხო მაინც ყველაზე მთავარია და შედეგის თვალსაზრისით ყველა ეს ოჯახი ვისაც ეკუთვნოდა რა თქმა უნდა თორე იქ ბევრი ისეთი ცხოვრობდა ვისაც არაფერი არ ეკუთვნოდა იმიტომ რომ უკვე დაკმაყოფილებული იყო და ინფორმირება არ იყო საზოგადოების ჯეროვანი და ალბათ ამანაც გამოიწვია მღელვარება, მაგრამ რო გაიარა უკვე ყველაფერმა. ეხლა ყველა აცნობიერებს რომ ეს იყო ჩვეულებრივი საჭირო საქმე და გაკეთებულიყო ეს. ეს მომავალი წლის პრიორიტეტები რა იქნება თქვენი მუშაობის? როგორც წეგან გითხარით, ეს იქნება მშენებლობები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოცემული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ ის მერე დაურიგოს 30-ზე მეტი ობიექტია სხვადასხვა რაიონში 30-ზე მეტი ობიექტი ბოლოს ახლა სანამ მე დავრჩენილ ვარ წავედი მეც აბა ყველა წავიდა ყველა ბენეფიტს ისინი იღებენ და მიიღებენ. რა ბედი უნდა ეწიოთ? ჩვეულებრივ რა თქმა უნდა, აბარა. ის რომ ძალით ხوار გავხდით, ასე თქვათ, დევნილებად ძალით ხوار გადა. ანუ ჩვენ პირიქით იმაზე ვართ ორიენტირებული, რომ იქით და იქით შევიწიოთ და არა ის რომ დავცალოთ ის ტერიტორიები და ყველა სტოლური სტატუსი მივცეთ და გამოვაქციოთ იქიდან ხალხი. თავი არის ბენეფიტი. თავია რომ მან შუქზე რაც დაუშვათ დანარჩენ დევნილებს ეძლევათ ის ყველაფერი იგივენაირად მიიღონ. და დევნილობა და წარმოიდგინეთ ეს იწვევს იმას რომ უნდა მაშინ ყველაფერი დავცალოთ იქ მიმდებარე და პირიქით ჩვენ გვინდა რომ იქ მეტი ინტეგრაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ზუსტად. თავი ჩვენთვის ესა. სხვა შემთხვევაში მე იმას დაგვადანაშაულებენ რომ აი პროვოცირებას ახდენენ, ურიგებენ ყველას დევნილ სტატუსს და ცლიან ტერიტორიებს და ხეობებს. ეს რა თქმა უნდა ასე შეიძლება.
ვინც მე ყოველ შემთხვევაში ერთ დევნილს ვესაუბრე, რომელსაც ფოცხალე წერში გამოეყოფინ, ისინი არ უარყოფენ იმას, რომ პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობეს და მათთვის, მაგრამ ისინი ცალსახად ამბობენ, რომ მათთვის არის დასაგმობის პრობლემა და თქვენ კი ახსენეთ, რომ თქვენი სტრატეგია ამ შემთხვევაში არის ის, რომ ისეთ ქალაქებში აგზავნით და ასახლებთ ამ ადამიანებს, სადაც მეტია დასახლების შანსი, მაგრამ სხვა სტრატეგია თუ აქვს სამინისტროს იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოეხსნათ? გაეროს პროგრამა ქონდა ჩვენ, რომლის მიხედვითაც მაგალითად დაურიგეთ, არჩევანი გავაკეთებინეთ და ვინ რა ირჩია იმის მიხედვით გაეროს სასულსათო პროგრამამ დაარიგა, მაგალითად ერთ შესახლებაში დაარიგდა ქათმები, კურდღლები, ცხვრები იმისთვის, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი მე გაამრავლონ და გამოიყენონ თავისთვის, რა თქმა უნდა. და ბევრი ოჯახისთვის ეს წარმატების მომტანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ მართლა სერიოზულად მოეკიდა ამას. იყვნენ ოჯახები, რომლებმაც უბრალოდ აიღეს და პირველივე შესაძლებლობისთანავე კი არა და საჭიროებისთანავე დაკლეს და მოიხმარეს. დანარჩენებს ეს პროექტის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო, რომ გაემრავლებინათ, იყვება რაღაცა და უფრო გრძელვადიანი პროექტები იყო ეს, ასე ვთქვათ, და უფრო გრძელვადიანად უნდა გამოიყენებინათ. ძალიან ბევრმა კარგად გამოიყენა, გაამრავლა, დღესაც აგრძელებს, იყო ასე ვთქვათ, სოკოს წარმოების პროექტები, სოკო მოყავს ერთ ადამიანს აგრე საგურამოში მაგალითად. 2 დღეში ერთხელ 100 კილოს კრიფავს და აბარებს საბითუმო ბაზარზე კილოს, სადაც 3 თუ 5 ლარად. და ეს ბიზნეს პროექტი მთლიანად დაუფინანსეთ ჩვენ გაეროსთან ერთად. მას კაპიკი არ დაუხარჯია, მთელი საწყისი თანხა იყო გაეროსი. და მერე უკვე აქედან შემოსული თანხა დაატრიალა და არის შედარებით უზრუნველყოფილი კი არა და ძალიან კარგადაც უზრუნველყოფილი სხვებთან შედარებით, რა თქმა უნდა.